3 დაცული ტერიტორია მითხარი, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აუცილებლად უნდა მოინახულოს ჩვენმა მაყურებელმა. საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ეს იყო უმაღლესი აღიარება. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არის თავისი უნიკალური ბუნებით, ბიომრავალფეროვნებით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტურისტები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას. გასულ წელს უკვე 1.250.000 ვიზიტორს უმასპინძლა დაცულმა ტერიტორიებმა, რაც უკვე გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. საკმაოდ რთულია წარმოიდგინა, რომ თბილისიდან სულ რაღაც 2 საათში შეიძლება აღმოჩნდეს ნახევარ უდაბნოში, სრულიად უკაცრიელ ადგილს, სადაც მოგზაურობა ფანტასტიურია. დღეს მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 დაცული ტერიტორია საქართველოში ქვეყნის 13%-ზე მეტი არის აღნიშნული სტატუსის ქვეშ, 900.000 ჰექტარზე მეტი. დაცული ტერიტორიების განვითარებას და დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული, ეკოტურისტული სერვისების განვითარებას ძალიან კარგი დადებითი შედეგების გამოღება შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც კი დაცულ ტერიტორიებს შევქმნით, მის ირგვლივ საზოგადოებას მიეცეს ის შესაძლებლობები, რაც ვიზიტორთა მომსახურებას ეხება. გამარჯობა, მე საფო აზარიაშვილი ვარ და თქვენ უყურებთ Tourism Talks. ჩვენი პროექტი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პროექტის მხარდაჭერებს და თქვენს გთხოვოთ მხარდაჭერა და არხის გამოწყდა. დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ტურიზმში, ეს არის ეკოტურიზმი. და დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი. თამარ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით პირიქით თქვენ მოწვევისთვის და გილოცავთ ამ ძალიან საინტერესო რუბრიკას. დიდი მადლობა. საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა არის თავისი უნიკალური ბუნებით, ბიომრავალფეროვნებით და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ტურისტები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას. თუმცა ერთია ბუნება და მეორეა ის პროდუქტების სერვისები, რასაც აქ ვახვედრებთ, უსაფრთხო გარემო და თქვენი სააგენტო სწორედ ამაზე არის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი და თქვენ უქმნით ტურისტებს ამ პროდუქტებს. უფრო დეტალურად რო ვისაუბროთ ამ თემაზე, რას თავაზობს საქართველოს ეროვნული პარკები უცხოელ ვიზიტორებს? კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხებით დაინტერესებისათვის. ყოველთვის ხას უსვამთ ხოლმე, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება და მით უფრო ეკოტურიზმის განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისა და რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისათვის. რომ ვისაუბროთ კონკრეტულად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და იმ ბუნებრივ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ნამდვილად სასახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად მიმზიდველი ადგილი ვიზიტორებისათვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს გულისხმობ. Რა თქმა უნდა, თანამედროვე ვიზიტორები ეძებენ ახალ გამოწვევებს, ახალ შთაბეჭდილებებს, ახალ ემოციებს და მით უფრო ამ ფონზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალი დაცული ტერიტორიების აღმოჩენა მათთვის. გამოვყოფთ იმ მღვიმეებს, კანიონებს, სათავგადასავლო მიმართულებებს, ლაშქრობებს, ორსამდღიან მიმართულებებს, რომელთვის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში მას შემდეგ რაც საზოგადოება გარკვეულ პერიოდი ჩაკეტილი იყო სახლებში, ძალიან გაიზარდა ზოგადად მოთხოვნილება ბუნებაში მოგზაურობის თვალსაზრისით. და უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტი, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სექტორი, რომელიც ძალიან სწრაფად აღდგება ხოლმე მსგავსი პანდემიების თუ მსგავსი მოვლენების შესაძლებლად. ეს სექტორია, რომელსაც ყველაზე სწრაფად ურტყავს მსგავსი ძვრები მსოფლიოში, მაგრამ შემდგომ ხო რაღაცა თვითაღდგენა ახასიათებს. უფრო ციფრებზე რო კონცენტრირდეთ, ვთქვათ, რამდენად სწრაფად აღდგა ტურიზმი COVID პანდემიის შემდეგ, რა მიმართულებებზე გაიზარდა მოთხოვნა და ახლა სტატისტიკურად ყველაზე მეტი უცხოელი ვიზიტორი რომელ დაცულ ტერიტორიებს სტუმრობს. სასახად უნდა ითქვას, რომ რამოდენიმე წელი დასჭირდა, რა თქმა უნდა, იმ სტატისტიკის და იმ რიცხვებამდე მისაღწევად, რაც COVID-ამდა იყო 2019 წელს გულისხმობ. ასე მაგალითად გასულ წელს უკვე 1.250.000 ვიზიტორს უმასპინძლა დაცულმა ტერიტორიებმა, რაც უკვე გადააჭარბა 2019 წლის მონაცემებს. ეს რა თქმა უნდა აისახება სხვადასხვა ცალკეულ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაში. მნიშვნელოვნად შეიცვალა ასევე ქცევა ვიზიტორების თვალსაზრისით. აი საინტერესო ასპექტს მივადე იქით, რა საქართველოს მოქალაქეები მაგალითად თუ ადრე
ლაშქრობას უფრო ნაკლებ უპირატესობას ანიჭებდნენ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქართველი ვიზიტორების მხრიდან სალაშქრო ტურებზე მოთხოვნა, როგორც არის ლაგოდეხის, ბორჯომყარაგაულის, მტირალას ეროვნულ პარკებში ლაშქრობა, მათ შორის გეგმავენ 1, 2, 3 დღიან ტურებს, ანუ იქ დარჩენით ტურისტული თავშესაფრებია განვითარებული ცალკეულ დაცულ ტერიტორიებზე და ეს ყოველივე მათ ძალიან საინტერესო შთაბეჭდილებების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ალბათ აკვირდებით და ის როგორ არის მეგობრები სტუმრობენ ხოლმე თუ ოჯახებითაც თქვათ არიან ლაშქრობებში ჩართულები. გამოვყოფდით ქვეყნებს, ანუ ქცევას, როდესაც ვსაუბრობთ, აქ კიდევ უფრო განსხვავდება ქვეყნების ქცევა. არის ქვეყნები, რომელიც უფრო დიდი ხნით რჩებიან საქართველოში, შესაბამისად ოჯახებით ან დიდი ჯგუფები სტუმრობენ ქვეყანას, როგორც არის ინდოეთი, ჩინეთი, ასევე საუდის არაბეთი, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებიდან ძირითადად 60 დღიანი ტურებია საქართველოში და შესაბამისად დაცულ ტერიტორიებზეც ცალკეული ინდივიდუალური ტურები გეგმება და შედარებით უფრო მცირე დროს ატარებენ, როგორც არის გერმანია, პოლონეთი, მსგავსი ქვეყნებიდან. გამოვყოფდი მაგალითად ინდოეთი და ჩინეთი ვახსენე, ეს არის ქვეყნები, რომლებიც საკმაოდ დიდ ხანს რჩებიან საქართველოში და მათ შორის რამოდენიმე დაცულ ტერიტორიას სტუმრობენ ვიზიტის ფარგლებში. რა მოსწონთ ყველაზე მეტად? კი, მათთვის საინტერესოა კანიონები, მღვიმეები, ხშირად ჯგუფურად მოგზაურობენ, შესაბამისად მაინც და მაინც სალაშქრო მიმართულებებს დიდად არ ანიჭებენ უპირატესობას, ამგვარად მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კომფორტულად მივიდნენ ცალკეულ დაცულ ტერიტორიებამდე, დაათვალიერონ და შემდეგ უკვე სხვა მიმართულებებზე, სხვა ქალაქებში გადაინაცვლონ. გამოვყოფდი ასევე გალფის ქვეყნებს, მაგალითად საუდის არაბეთის, სადაც ძალიან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა და ესენი არიან ვიზიტორები, რომელიც საქართველოში რამოდენიმეჯერ ჩამოდიან და მათ შორის მათთვის პრომეთეს მღვიმე კანიონები, განსაკუთრებით სადაც წყლის რესურსები გვხვდება, წვიმის რესურსები, მათთვის რაც უცხოა ძალიან მნიშვნელოვანია, აი მტირალა მაგალითად, მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი მათთვის საყვარელი ადგილია და როდესაც ბათუმს სტუმრობენ და ბათუმში საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, აუცილებლად რამოდენიმე დღეს სწორედ მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობას უთმობენ. ძალიან კარგი, თაკო ვიზიტორთა სტატისტიკაზე რო ვისაუბროთ, როგორი არის გადანაწილება პროცენტული ქართველების და უცხოელი ვიზიტორების? როგორც ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, დაახლოებით 59% იყო მაგალითად გასულ წელს უცხოელი ვიზიტორები, 51% ადგილობრივი ვიზიტორები. მნიშვნელოვნად იზრდება საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, ეს პირველ რიგში დაკავშირებულია პირდაპირ ფრენების დანიშვნასთან საქართველოდან, ასევე იმ კამპანიებთან, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ტარდება, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ასევე ჩვენი პარტნიორი სხვა უწყებების მეშვეობით, თქვენ აღნიშნეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით. ჩვენი კუთხით ვეწევით სათავგადასავლო ტურიზმის, პასუხისმგებლიანი ტურიზმის პოპულარიზაციას, ამ კუთხით ძირითადად მონაწილეობთ travel ბაზრობებზე სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამიზნე ბაზრობებში, ქვეყნებში და შესაბამისად ვცდილობთ ის სათავგადასავლო პროდუქტები, სერვისები და მიმართულებები, რომელიც საქართველოს გამოარჩევს სხვა ქვეყნებისგან, მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ, როგორც ინდივიდუალურ პოტენციურ ვიზიტორებთან, ასევე ჯგუფურ ტურებთან, კომპანიებთან, რომელიც გეგმავენ მარშრუტებს და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი, ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ცვლიან ტურისტულ მარშრუტებს კომპანიები და რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიმართულებები ჩადონ, გააინტეგრირონ პროგრამაში და ვიზიტორებს უფრო მეტი სიახლე შესთავაზონ. თქვენ როგორც ვიცი, ძალიან დეტალურ ანალიტიკას აკეთებთ ვიზიტორთა ქცევის შესახებ და რო გადავიდეთ მარკეტინგულ კამპანიებზე. მე როგორც ვიცი, ძალიან აქტიურად იყენებთ ციფრული მარკეტინგის თულებს და ეხლა რა არის თქვენი სამიზნე ბაზრები და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით? ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ სხვადასხვა ძალიან მრავალპროფილური მიმართულებით მუშაობთ მარკეტინგული კამპანიების თვალსაზრისით. მუშაობთ როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მათ შორის ციფრული პლატფორმების თვალსაზრისით თქვენი მოგვიყვანეთ მობილური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს როგორც ონლაინ, ისევე ოფლაინ რეჟიმში მოგზაურობის დროს აძლევს საკმაოდ ეფექტური ნავიგაციის და ლოკაციების აღმოჩენის შესაძლებლობას. ნებისმიერი ინფორმაცია დაცული ტერიტორიების შესახებ შესაძლებელია
პარკსჯის აპლიკაციის მეშვეობით. ამავდროულად აუცილებლად უნდა დავამატო ახალი პროდუქტი, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში ვიზიტორებს შევთავაზებთ. ეს არის ვირტუალური რეალობის სათვალეების მეშვეობით უკვე დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის შესაძლებლობა. ჩვენ გქონით 360 გრადუსიან ვიდეოებს, რომელიც VR აპლიკაციის მეშვეობით უკვე ვირტუალური რეალობის სათვალეებში იქნება ინტეგრირებული და ძალიან მალე მეტა Oculus პლატფორმაზეც იქნება ატვირთული და შესაბამისად საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით ექნება შესაძლებლობა, რომ იხილონ დაცული ტერიტორიები. ამავდროულად აუცილებლად უნდა აღნიშნოს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა წლის განმავლობაში დაახლოებით ვფიქრობ, რომ 5-6 გამოფენაში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას. ეს დაინტერესება როგორია საგამოფენო სტენდებზე საქართველოს ჩვენ მიმართ? ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად travel fair ან სათავგადასავლო მიმართულების გამოფენები შევარჩიოთ, მათ შორის არის მაგალითად Bird Fair-ი ლონდონში, ბრიტანეთში, რომელიც იმართება ყოველწლიურად და ეს არის ტარგეტირებული გამოფენა კონკრეტულად ფრინველებზე დაკვირვების ავიტურიზმის მოყვარულთათვის. შესაბამისად, ის სეგმენტი, რომელიც აღნიშნულ გამოფენას სტუმრობს, ეძებენ ახალ მიმართულებებს ფრინველებზე დაკვირვების კუთხით და თქვენი საქართველოს ამ კუთხით კოლხეთი, ჯავახეთი, გადამფრენი ფრინველების, ასე ვთქვათ, მარშრუტზე მდებარეობს და არის პერიოდები, როდესაც სასწაულის სანახაობა ხდება ხოლმე, როგორც ჯავახეთის, ასევე კოლხეთის, ყაზბეგის, ასევე აჭარის ტერიტორიებზე და ეს კიდევ უფრო ახალი გამოცდილებაა ნამდვილად ჩვენი ვიზიტორებისათვის. თაკო, მე მინდა ახლა ვისაუბროთ დაცული ტერიტორიების უნიკალურობაზე, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. და საერთაშორისო პლატფორმებზე კი UNESCO-მდე მოვედით, რომელი ტერიტორიები შედის UNESCO-s დაცვის ზონაში საქართველოდან? ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის UNESCO-s მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ეს იყო უმაღლესი აღიარება იმისა, თუ რაოდენ ძვირფასი, რაოდენ ღირებული ეკოლოგია გაგვაჩნია ქვეყანაში. მათ შორის 4 დაცული ტერიტორია ესენია: მტირალას, კინტრიშის, ქობულეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-მ შეიყვანა სწორედ ამ სიაში, როგორც ყველაზე უძველესი გამყინვარების პერიოდს გადარჩენილი კოლხური ჭარბტენიანი ტერიტორიები. ეს არის ერთი მხრივ ხაზგასმა იმ ეროვნული საგანძურის, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, მეორე მხრივ კი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ მსოფლიო ღირებულებაზე, რომელიც საკმაოდ იშვიათია მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან ბევრი არ არის, რა თქმა უნდა, UNESCO-s ბუნებრივი მემკვიდრეობის კატეგორიაში, მით უფრო საქართველოში ეს იყო პირველი წარდგენა, ასე ვთქვათ, და პირველი ნომინაცია და კავკასიის მასშტაბითაც სულ რაღაც დიდზე ჩამოსათვლელი кейსები აქვს. რას ნიშნავს UNESCO-s მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის სტატუსი? ცალსახად ის, რომ აღნიშნული დაცული ტერიტორიები უკვე თავის მხრივ მაღალი ეკოლოგიური ღირებულებით გამოირჩევიან და მსოფლიო რუკაზე, რა თქმა უნდა, ყველა უკვე კარგად იცნობს, ამაზე აღარც ვსაუბრობთ. თუმცა UNESCO-s სტატუსი ეს არის დამატებითი აღიარება იმისა, რომ ეს მსოფლიო რუკაზე მხოლოდ გამორჩეული ადგილას წარმოადგენს. საკმაოდ რთული კრიტერიუმებია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს, რა თქმა უნდა, ტერიტორიული პროცესი, ხო, როგორც ვიცი, საკმაოდ არაერთი ექსპერტი იყო ამაში ჩართული, თუმცა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ, დღეს საქართველოს გააჩნია UNESCO-s ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი და დარწმუნებული ვარ, ეს სტატუსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტად აისახება ასევე ვიზიტორთა ცნობიერებაში და მათ მხრივ ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ვიზიტორები სწორედ UNESCO-s საიტებზე მოგზაურობას ანიჭებენ. ხო, ალბათ ვიზიტორთა რაოდენობა ამ ტერიტორიებზე. კოლხეთის ვიზიტორთა ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ მიზნით და პირველი, ასე ვთქვათ, მიზეზი რის გამოც სტუმრობენ, ეს არის UNESCO-s სტატუსი. თუმცა, რა თქმა უნდა, დამერწმუნებით ის ტერიტორიები და ის სილამაზე, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება, ნამდვილად სანახავად ღირს. ნამდვილად, ჩემი საყვარელი დაცული ტერიტორია არის კოლხეთის ეროვნული პარკი, ქართული ამაზონი. ცალსახად გეთახმებით. და ის სერვისები, რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტო სთავაზობს ვიზიტორებს, ეს იქნება კატერით გასეირნება, პანტონით გასეირნება. კიდევ რამე ხომ არ არის რაც. სერვისები საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე მაქსიმალურად ბევრი სერვისი შევთავაზოთ ვიზიტორებს, თუმცა ცალსახად კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ძირითადად ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კონსერვაციაზე არის ორიენტირებული, ტურიზმი, ეკოტურიზმის და სარეკრეაციო ტურიზმის განვითარება
შეიძლება. ეს არის თანმდები პროცესი, რომელსაც აღნიშნულის პარალელურად ვეწევით იმისათვის, რათა ვიზიტორებს მივცეთ საშუალება, რომ ნახონ ეს ბიომრავალფეროვნება. შესაბამისად, ყველა დაცულ ტერიტორიაზე ნამდვილად არ გვაქვს სერვისი განვითარებული, არის ნაკრძალები მაგალითად, რომელშიც ვიზიტორთა შესვლა არ შეიძლება იმ ეკოლოგიური ღირებულებების გათვალისწინებით, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე გვხვდება, მხოლოდ მაგალითად საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო მიზნით უშვებთ ხოლმე ვიზიტორებს, ხო? თუმცა ეროვნული პარკები, აკვეთილები, ბუნების ძეგლები, მღვიმეები, კანიონები ეს ის ტერიტორიებია, სადაც ვიზიტორებისათვის განვითარებულია სალაშქრო ბილიკები, საპიკნიკე სივრცეები, თოკების პარკი გვხვდება ალგეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, ზიპლაინია განვითარებული რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე. კოლხეთზე საუბრობდით და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ყველასგან გამორჩეული ეს კატერის ტურები, პანტომის ტურები, ნამდვილად ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნით, თითქოს ნამდვილ ამაზონში მოგზაურობთ. ვაშლოვანს გამოვყოფდი თავისი განსხვავებული უნიკალური ლანდშაფტები, რომელიც ნამდვილად არავის არ გქონია თუ საქართველოშია და აი თქვენი ბოლო კამპანიებიც მახსენდება და ვიდეოები, სადაც გადასარევად არის გადმოცემული ამ ტერიტორიების უნიკალურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გაოცდება, როცა ამ ვიდეო კადრებს იხილავს და მიხვდება, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოში. საკმაოდ რთულია წარმოიდგინო, რომ თბილისიდან სულ რაღაც 2 საათში შეიძლება აღმოჩნდე ნახევარ უდაბნოში, სრულიად უკაცრიელ ადგილს, სადაც მოგზაურობა ფანტასტიკურია, იქ შენივე თვალით ბინოკლის დახმარების გარეშე ხედავ ჯეირნებს, რომელიც ველზე მოძრაობენ და ეს ყოველივე ძალიან საინტერესო შთაბეჭდილებებს ქმნის. კიდევ უფრო მეც დავამატებდი ან საქართველოს უნიკალურობას და საქართველოს გამორჩეულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ინტენსიური და საკმაოდ ხშირად მალ-მალე იცვლება ლანდშაფტები, როდესაც მანქანით გადავადგილდებით. სულ რაღაც 5 საათში შესაძლებელია ზღვის სანაპიროდან მყინვარებზე ან თუნდაც ნახევარ უდაბნოში. ეს ალბათ ტურისტების განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. მოკლე ვიზიტის განმავლობაშიც კი იმდენად განსხვავებული ლანდშაფტები შეიძლება ნახონ ვიზიტორებმა, რაც ხშირ შემთხვევაში დიდი ქვეყნების შემთხვევაში ასე სწრაფად არ იცვლება ლანდშაფტი და შესაბამისად უფრო მეტი ემოციის მიღების საშუალებას აძლევს საქართველოში მოგზაურობა მათი. კი ბატონო, თაკო შენ აღნიშნე, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ეკოტურიზმი დამატებითი ვთქვათ სერვისია და თქვენი პირველადი დანიშნულება რა თქმა უნდა არის საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა. დღეს როგორია დაცული ტერიტორიების ქსელი საქართველოში? ვიცი რომ ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტი ტერიტორია შემოემატება ამ ქსელს. ცალსახად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვზრუნავთ იმისათვის, რათა ის ეკოლოგიური, მაღალი ეკოლოგიური ღირებულების მქონე ტერიტორიები, რომელიც აკმაყოფილებს დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, მაქსიმალურად იყოს დაცვის სტატუსის ქვეშ, ანუ დაცული ტერიტორიების კატეგორიების ქვეშ. დღეს მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100 დაცული ტერიტორია საქართველოში ქვეყნის 13%-ზე მეტი არის აღნიშნული სტატუსის ქვეშ, 900,000 ჰექტარზე მეტი, თუმცა კიდევ უფრო მეც ვიტყვი, მუშაობთ უკვე ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებაზეც, მათ შორის სვანეთში, სამეგრელოში, გურჯაანში, კახეთში, საუბარია ასევე აჭარაში, ასევე გურიის ეროვნული პარკის გაფართოების მიმართულებით მიმდინარეობს კვლევები და ეს ყოველივე მოგცემს საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ვისაუბროთ უკვე ქვეყნის 17%-ზე, როგორც დაცული ტერიტორიების სტატუსის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა მხოლოდ ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება არ არის. მის პარალელურად უნდა მოვახდინოთ შემდეგ უკვე მათი განვითარება, დაცვის სტატუსის და რეჟიმის გაძლიერება, რასაც ჩვენი რეინჯერები ახდენენ ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში შეიძლება ითქვას და ამიტომ გმირებსაც კი უწოდებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში რეინჯერებს, რომლებიც ამდენად მნიშვნელოვანი საქმეს ეწევიან ქვეყნის სადარაჯოზე. ნამდვილად გმირები არიან და მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მე ვიცი რომ რადიკალურად არის შემცირებული ბრაკონიერების ფაქტები, მათი გამოვლენის ფაქტები დაცულ ტერიტორიებზე და ვიმედოვნოთ, რომ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უახლოეს მომავალში. ცალსახად ჩვენი რეინჯერების დამსახურება, რომ ყოველწლიურად იმ დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ისინი პატრულირებენ 24 საათის განმავლობაში, მოხდეს ბრაკონიერების ფაქტების აღმოფხვრა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, მათ შორის სკოლის
პერიოდიდან იმისათვის, რაც საზოგადოებამ გაათვითცნობიეროს თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებენ აღნიშნულით ბუნებას, ეკოსისტემებს, ზოგადად ქვეყანას და მეორე მხრივ ზრუნავთ კანონახსრულების მექანიზმების გაძლიერებაზე, თუ მსგავსი ფაქტები გვექნება, რომ დროულად იყოს აღმოფხვრილი და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფაქტების განვითარება შემდგომ პერიოდში. ამ კუთხით სხვადასხვა ტექნოლოგიებს ვიყენებთ, მათ შორის ფოტოხაფანგებს, რომლის ფოტოებიც ხშირად ვრცელდება ხოლმე ინტერნეტში. ძალიან პოპულარობით სარგებლობს. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნამდვილად და საზოგადოებას ძალიან მოწონს იმ სახეობების ნახილვა, რომელიც ჩვენს ფოტოხაფანგებში საკმაოდ სასაცილო პოზებშიც გვხვდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ამ კუთხით ვცდილობთ, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ. მიმართულება ვახსენეთ და მე ვიცი, რომ სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებაზეც. ამ კუთხით რა აქტივობებს ახორციელებთ? კი, ეკოგანათლებას ვიწყებთ ფაქტიურად სკოლის და ბაღის ასაკიდან, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ იცით, 25 ტერიტორიული ადმინისტრაცია გვაქვს საქართველოს მასშტაბით რეგიონში, 25 ადმინისტრაცია ცალკეულ ტერიტორიებზე ახდენს ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებს, მწვანე კალენდარის ფარგლებში, დასუფთავების აქტივობებს, დარგვის აქტივობებს, ხშირ შემთხვევაში ეკოლექციები იმართება ბუნებაში, ასევე საკლასო ოთახებში. ფაქტიურად წლის განმავლობაში თითოეული ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები, ასევე რეინჯერები, ბუნებრივი რესურსების სპეციალისტები დატვირთული არიან მაქსიმალურად, რომ რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს თუ მოსწავლეს ჩაუტარონ მსგავსი გაკვეთილები და შეიძლება ითქვას, რომ წლიურად 70,000, 80,000 ბავშვის ან სხვა დაინტერესებული პირების მოსვლას ვახდენთ ამ საგანმანათლებლო აქტივობებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ გავზარდოთ ცნობიერება ბიოლოგიური ღირებულებების შესახებ, მეორე მხრივ გავზარდოთ ცნობიერება იმ სერვისების შესახებ, რაც დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება რომ იხილონ და რა თქმა უნდა, მოვუწოდოთ მათ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ ბუნებაში, რადგან როგორც წესი დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა ბუნებასთან კავშირის გაძლიერებას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ კარგად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზეც. ნამდვილად ასეა. თაკო დაცული ტერიტორიების განვითარებას და დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული, ეკოტურისტული სერვისების განვითარებას ძალიან კარგი დადებითი შედეგების გამოღება შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მე ვიცი, რომ არაერთი მაგალითი არის ამ კუთხით. იგივე შემიძლია მარტვილის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გავიხსენო. აი ამ სიკეთეზეც რო ვისაუბროთ, რაც დაცული ტერიტორიების შექმნას მოაქვს. კი, ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ეკოტურიზმზე, პირველ რიგში ეკოტურიზმი გულისხმობს ბუნების დაცვისა და ადგილობრივი ეკონომიკური სარგებლის მიღების, ასე ვთქვათ, სინერგიას. რა თქმა უნდა, ეკოტურიზმი ვერ იქნებოდა მხოლოდ ბუნებაში მოგზაურობა, თუ ამას თან არ ახლავს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის შექმნა. ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც კი დაცულ ტერიტორიებს შევქმნით, მის ირგვლივ საზოგადოებას მიეცეს ის შესაძლებლობები, რაც ვიზიტორთა მომსახურებას ეხება, ისინი სთავაზობენ guest-house-ებს, კვების ობიექტებს და აღნიშნული სერვისების მეშვეობით, მათ რა თქმა უნდა, ეკონომიკური შემოსავლები ეძლევათ. ეს ფაქტიურად გარდაუვალი პროცესია, როდესაც იქმნება დაცული ტერიტორიები, იქმნება გარკვეული მოთხოვნილება აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის თვალსაზრისით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისეთი სერვისები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია რომ განავითარონ, სააგენტომ თავად არ მოახდინოს იმისათვის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მივცეთ აღნიშნული შესაძლებლობების განვითარებისათვის. ამის კარგი მაგალითებია თქვენს აღნიშნეთ. მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სადაც ფაქტიურად წლების წინ სოფელი სრულად იყო დაცლილი და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი მაცხოვრებელი, მათ შორის ახალგაზრდა დაბრუნდა სოფლად იმისათვის, რომ გარკვეული საქმიანობები დაიწყონ და იქ გააგრძელონ ცხოვრება, თუშეთი და არაერთი სხვა, სადაც მკაფიო მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ყოველ ინვესტირებულ ღარს ძალიან ბევრი ეკონომიკური შემოსავალი მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ზოგადად იმ გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, როდესაც урбанизация ძალიან მძაფრად არის მსოფლიოში და სოფლები იცლება და ქალაქებში გადასვლას და საცხოვრებლად ანიჭებენ უპირატესობას. ამ ფონზე დაცული ტერიტორიები, მე ვიტყოდი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რათა მოხდეს სოფლად მოსახლეობის დამაგრება და მათთვის ისეთი შესაძლებლობების მიცემა, რაც მათ გრძელვადიან პერიოდში იქ ცხოვრების სტიმულებს გაუჩენს.
თაკო, ეკოტურიზმი და ტურიზმი ზოგადად უფრო ზაფხულთან ასოცირდება ყველასთვის. მაგრამ მე როგორც ვიცი, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზამთარშიც არაჩვეულებრივ სერვისებს და პროდუქტებს თავაზობს ვიზიტორებს. აი ამ კუთხით რო გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ დაცული ტერიტორიები ხშირ შემთხვევაში 4 სეზონით გამოირჩევიან და ფაქტიურად 4-ვე სეზონის განმავლობაში უმასპინძლობთ ხოლმე ვიზიტორებს. რა თქმა უნდა, ზაფხული ყოველთვის უფრო დატვირთულია იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტორთა დიდი რაოდენობა საერთაშორისო ვიზიტორებს გულისხმობ. ზაფხულში სტუმრობენ საქართველოს, ასევე ექსკურსიების პერიოდია ხოლმე და ხშირად სკოლები ზაფხულის პერიოდში ახდენენ ვიზიტებს, თუმცა წლის სხვა პერიოდში, აი ზამთარში მაგალითად, ხშირად არის სერვისებზე მოთხოვნა, როგორც არის თბილისის ეროვნული პარკის საბადური მაგალითად, რომელიც ცნობილი ინტერნეტ ჰიტი, ცნობილი, საბადურის ტყის ფოტოები. ზამთარში იმდენად ლამაზია თოვლით დაფარული საბადური, რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ადის ხოლმე. თბილისის ეროვნულ პარკში რა სერვისები არის განვითარებული და რა ინფრასტრუქტურა ხდება? თბილისის ეროვნული პარკი საკმაოდ საინტერესო ეროვნული პარკია იმ თვალსაზრისით, რომ თბილისთან არის ძალიან ახლოს. ანუ დაუგეგმავათაც, ასე ვთქვათ, წინასწარი მომზადების გარეშე შეგიძლია შაბათ დღით ახვიდე ერთი დღე, ორი დღეც კი მოახდინო ლაშქრობა და შესაბამისად ძალიან მარტივად დაბრუნდე ქალაქში. დღეს მდგომარეობით ძირითადად სალაშქრო მიმართულებებია განვითარებული, დაიგეგმა ბილიკები ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, ასევე ტურისტული თავშესაფრებებია განვითარებული ზედაზენის მონაკვეთზე და ბოლო პერიოდში განვითარდა კომფორტული საპიკნიკე სივრცეები, დაახლოებით 50-მდე საპიკნიკე სივრცეა, სადაც ვიზიტორებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ, იკემპინგონ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დრო გაატარონ ბუნებაში, რომელიც არის არაჩვეულებრივი ლანდშაფტი და შესაბამისად ისარგებლონ აღნიშნული სერვისებით. შემოდგომაზეც ძალიან კი, ლამაზია აი თბილისის ეროვნულ პარკს ყოველთვის ხაზს უსვათ ხოლმე, რომ ეს არის 4 სეზონიანი ეროვნული პარკი. ზაფხულში მაგალითად, როდესაც თბილისში შედარებით უფრო ცხელა საზოგადოება ანიჭებს უპირატესობას სიგრილეში, დაჰყოს დრო, ზამთარში ფანტასტიკური სანახაობა, შემოდგომა ფოთოლცვენის პერიოდი და გაზაფხულის საკმაოდ მწვანე ტყეები, რომელიც რა თქმა უნდა საინტერესო შთაბეჭდილებებს უქმნის ვიზიტორებს. ნამდვილად. თაკო, ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი და აი უახლოესი გეგმები რა არის დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, რას უნდა ველოდოთ? ცალსახად ჩვენ ვრჩებით ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვაფართოვებთ ახალ დაცულ ტერიტორიებს ვქმნით. ამ კუთხით როგორც გვააღნიშნეთ, ჩვენი ამოცანაა, რომ უახლოეს პერიოდში სამეგრელო, სვანეთი დაარსდეს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაცული ტერიტორიების ქსელი, მოვახდინოთ აღნიშნული მიმართულებით განვითარება, ახალი რეინჯერების აყვანა, პატრულირების დაწყება, ტურისტული ვიზიტორთა ცენტრები აშენდება უახლოეს პერიოდში, რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე, მათ შორის რაჭა, კვერეთი, ტანა, ერუშეთში ხდება ხამემდინარე პერიოდში პროექტირება, ასევე ვიმუშავებთ სათაფლიას ვიზიტორთა ცენტრის განახლებაზე, რომელიც შედარებით უფრო მოძველებულია, ასევე საუბარია ბაწარა ბაბანეულის მიმართულებით ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე, გაიხსნება მაგალითად ოკაცის კანიონზე ახალი ვიზიტორთა ცენტრი ოკაცის ჩასასვლელთან, მუშაობთ ასევე კერძო სექტორთან იმისათვის, რათა სერვისები იყოს მეტად დივერსიფიცირებული და მათი ჩართულობით მოხდეს ასევე სხვა სერვისების შეთავაზება. წელს პირველად გაიხსნება ვია ფერატა დაცულ ტერიტორიებზე ბირთვისის კანიონში უახლოეს პერიოდში, ისევე როგორც ზიპლაინები, დაკიდებული ხიდები და ეს ყოველივე განსხვავებულ შთაბეჭდილებას მისცემს ვიზიტორებს. წინ დიდი გეგმები გაქვთ. და ბოლო კითხვა მაქვს, სამი დაცული ტერიტორია მითხარი, რომელიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აუცილებლად უნდა მოინახულოს ჩვენმა მაყურებელმა. მე აუცილებლად გავუწევდი რეკომენდაციას მარტვილის კანიონს, ასევე გავუწევდი რეკომენდაციას კოლხეთის ეროვნულ პარკს და რა თქმა უნდა, ვინაიდან ზღვას აუცილებლად მოვინახულებთ და მაინც ბათუმს ან ქობულეთს ვსტუმრობთ, მის მიმდებარედ მტირალოს ეროვნულ პარკში იქნებოდა ჩემი დიდი რეკომენდაცია. შესანიშნავი რეკომენდაციებია. ვეცდები რომ მეც ვესტუმრომ. სიამოვნებით გიმასპინძლებთ. კი ბატონო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის, მხარდაჭერისთვის ასევე. პირიქით მადლობა თქვენ. მე დაგემშვიდობებით პოდკასტის მომავალ ეპიზოდამდე, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.